კი, რაშია საქმე, ესე იგი 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი ერთმანეთს დაშორდნენ, მეგობრებო. ამის შესახებ წყვილმა საზოგადოებას საერთობლივი განცხადებით აცნობა, რომელშიც ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ. მოთმინებითა და ერთმანეთის მიმართ ღრმა ზრუნვით მონიკა ბელუჩიმ და ტიმ ბარტონმა თავიანთი ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტეს. ბარტონისა და მონიკა ბელუჩის სასიყვარულო კავშირის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის 2022 წლის ბოლოს გახდა ცნობილი მოგვეხსენება და მოგვიანებით ისინი ერთ-ერთ კინოფესტივალზე გამოჩნდნენ და ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურეს. როგორც მონიკა ბელუჩი ინტერვიუში ამბობდა, ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა და რაც შეეხება ტიმ ბარტონს, მან ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა, რომ მონიკასთან ერთად ლიფტში მოხვედრაზე ოცნებობდა. და ბევრად მეტი მიიღო. კი ბატონო, და დაბნელებების კორიდორშიც მოხვდა მე ბოლოს. და ელემების ლიფტში. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მონიკა ბელუჩი ტიმ ბარტონის ფილმში სახელწოდებით ბითლჯუსი ერთ-ერთ მთავარ როლში მოგვევლინა. ბელუჩი მაშინ ამ როლს საჩუქარი უწოდა, რომელიც საყვარელი ადამიანისგან მიიღო. და ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. მე და თიკამ ვივარაუდეთ უკვე თუ რა იყო თავარი მიზეზი. კი ბატონო. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ტიმ ბარტონთან შეხვედრამდე მონიკა ბელუჩის სასიყვარულო ურთიერთობა ფრანგ მხატვართან ნიკოლას ლეფევრისთან ჰქონდა. მანამდე კი ვენსან კასელთან იყო ქორწინებაში. შეეხება ტიმ ბარტონს, მას ყოფილი მეუღლისგან ჰელენა ბონესგან 2 შვილი ჰყავს. აი ესე დეტალურად კი, ყველაფერი მიმოვიხილეთ მათი ცხოვრებიდან. ამოვწურეთ.